საღამოშვიდობისა მეგობრებო. ძალიან სამწუხარო თემა უნდა გესაუბროთ. დღეს და ვისაც სუსტი გული გაქვთ, ძალიან გთხოვთ დაგტოვეთ. დანარჩენებმა, ვისაც მართლა საქართველოს საკითხები აინტერესებს და გული შესტკივა, დარჩით და მომისმინეთ. და ვიდეოც გადააზიარეთ. ამ ქალბატონმა მე ამ ქალბატონის არც სახელი ვიცი, არც გვარი ვიცი, პირველად ვნახე ეთერში და როდესაც ჩავსკროლე ვნახე ძალიან უსამართლო კომენტარები. რაც შეეხება ამ ქალბატონის საუბარს, მე ბოლომდე მოვისმინე ვიდეო და კომენტარში მადლობაც კი გადაუხადე, რომ ასეთი ძალიან მაგარი მხელა მე არც ერთი უცხო ტომელისგან არ მახსოვს ქართველებისთვის, ვინმეს გაეკეთებინოს და ძალიან კარგი მხელა არის ის, რაც გვამხილა და მართებული და არაფერი უცხო არ უთქავს ამ ქალბატონს და არც ერთი სიტყვა არ უთქავს ტყუილი. რაც შეეხება ამ ქალბატონის საუბარს, რა თქმა უნდა რთულად ასატანია ქართველი მძინარასთვის, ნაცარქექიასთვის და ჯერ კიდევ ღრმა ძილში მყოფისთვის, რა თქმა უნდა რთულად ასატანია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი ამ ქალის პირიდან მე ღმერთის სიტყვები მოვისმინე. როდესაც ღმერთი ამბობს და გვიყვება ჩვენ სხვა მე ვენახეზე, როდესაც მე ვენახე ვეღარ უვლის თავის ვენახს, მოვა სხვა მე ვენახე და ღმერთი მას გადასცემს იმ ვენახს, რომელსაც ვერ მოუარა იმ მე ვენახემ, რომელმაც დაიძინა ან იზარმაცა და იცოდეთ, რომ ამ ქალის პირიდან გაფრთხილება პირდაპირ მნიშვნელობით ღმერთის ხმა გამოდის. ჩვენ ღმერთმა სხვა მევენახის შესახებ სიგნალი აგვინთო და თუ კი ქართველები დავიწყებთ, რომ ეს რეებს ბოდავს და ეს რეებს იძახის და რეებს კადრულობს, სანამ ამ ქალის კრიტიკას დავიწყებდეთ, ჩვენს თავებში ჩავიხედოთ და ვნახოთ, რომ მართალს ამბობს ეს ქალი. ყველაფერში გვამხილა, ყველა უნიათობაში და ყველა უკეთურებაში გვამხილა. და სანამ ქართველს კიდევ ის გონია, რომ რამის ტრაკი აქვს, ან ვიღაცაზე მეტია, სჯობს საქმე აკეთოს და თავის ვენახს მოუაროს, რომელ ვენახსაც ვეღარ უვლის და დააწვინა მიწაზე და რომელი მიწაც უკვე ფუჭდება ვენახისთვის. და ვინმემ არ თქვას, რომ ეს ქალი ტყუილს იძახის, იმიტომ რომ ყველა სიტყვა, რომელიც ამ ქალის პირიდან გავიგე, არის სრული ჭეშმარიტება, სრული სიმართლე. ქართველი აღარ ქართველობს, ქართველი მამაკაცი აგინებს ქართველ დედას, სამშვილიან დედას ემუქრება ვიღაცა მე-7 სართულზე გამოკეტილ ნარიმანის გამო. ღმერთის გამო სამშვილიან დედას აგინებს და ემუქრება. იმის გამო, რომ სამშვილიანი დედა ნათლიასთან, შვილის ნათლიასთან სტუმრად მივიდა, აგინა და წყევლა ქართველმა ერმა. იმის გამო, რომ ქართველმა დედამ დაიცვა თავისი სოფელი, სადაც შვილებს ღამით მოსვენებას არ აძლევდნენ, ქართველმა კაცმა გალახა. ქართველი კაცები აგინებენ სამშვილიან დედას, როდესაც ის იცავს თავის მიწას, თავის მიწაწყალს კბილებით და სწორედ ასეთ ქართველ სამშვილიან დედას შეურაცხყოფენ, ვითომ ღმერთის მიმდევრები და ვითომ უწმინდესის მიმდევრები. ყველანი ცეცხლში ხართ დასაწველი ქართველი კაცები, რომლებიც სამშვილიან დედას აგინებთ, ნარიმანის, ილიას თუ ვინმე სხვა კლინჯის გამო. ქართველ დედას ვერ იცავთ რუსებისგან, პოლიციელებო და უშიშროების წარმომადგენლებო. არა კაცები აღმოჩნდით, უნიათო კაცები აღმოჩნდით და აღმოჩნდით უკეთური კაცები, რომლებიც არ იმსახურებენ არც დედას და არც შვილს. და ამ ქალმა რაც გითხრათ, მოისმინეთ, შეიგნეთ და გამოფხიზლდით, ან იყავით გამქრალი. არ არის ლამაზად მოსასმენი, როდესაც გამხელენ. შენს უკეთურებაში რომ გამხელენ, უნდა მიიღო და განიკურნო. და თუ არ განიკურნები,
ყოველთვის იქნები სიჯიუტის რქებით დამდგარი ერთ აზრზე, რომლისგანაც ვერ განიკორნები ვერასდროს და იქნები სიბნელეში ყოველთვის. ნუ დაბრმავდები და მიიღე რაშიც გამხელენ. ჩაიხედე სარკეში და მიიღე რაშიც გამხელენ. კი ბატონო, გვამხილოს, გამოგვაფხიზლოს, მაგრამ წაითრიეთ და უფლება აქვს ამ საიტის მიგვითითეს. იცი რა დინო? წაეთრიეთ აქედანო, კი არა, ყურებით ვართ გასათრევი აქედან. ისეთი უკეთური ხალხი ვართ, ჩვენს მიწას ვაფუჭებთ. ჩვენს მიწას ვერ ვუვლით, ხალხო, ისე ვაფუჭებთ ჩვენს მიწას. უკეთურზე უკეთესი, უკეთური ხალხი ვართ. თავებს რო არ გვაჭრიან, მადლობა თქვა და წადით აქედან რო გვეუბნება ღმერთი. არც ის გვინდა გავიგოთ. აღარ ხარ საქართველოს ღირსი ეტყობა. აღარ ვართ ეტყობა საქართველოს ღირსი. ყველაფერი გავყიდეთ. ყველაფერი დავამსხვriet და გავანადგურეთ. მაჩვენე ქართველი, რომელიც თავის მიწას უვლის ჯერ კიდევ. ქართველი დედის ფასი აღარ ვიცით. რა მიწა ხალხო? წადით აქედანო გეუბნებათ ღმერთი. არა ქართველი სპირით, ქართულ ენაზე გეუბნებათ ღმერთი. ალაპარაკა ღმერთმა თავის ენაზე სხვა ერები, იმიტომ რომ ჩვენ უკეთურნი აღმოჩნდით. და არ თქვათ ეხლა არაო. მაჩვენეთ ქართველი, რომელიც დღეს ძალმოსილია. არც ერთი ყველა იუდეველია თავში. და თქვენ ქართველები უკოცნით მას, ცრუ ჯვარს, ფეხებს და ხელებს. ნარიმანის ხალხი კიდე მე-7 სართულზე ელოდება გაქრობას და სამშვილიან დედას წყევლის აგინებს და ემუქრება. ჩაგიწყდეთ თქვენ ეგ ხმა. ყველას, ვინც სამშვილიან დედას ხელს შეახებს ან ენას, გაგაქრობთ მამაზე ციერი. როგორც ილიას წარმომადგენლებს, ისე ნარიმანის წარმომადგენლებს გეუბნები, ერთი და იგივე ნაგავი ხართ. სამშვილიანი დედის ფასი არ იცით. და რამე სხვას დააფასებთ თქვენ? თქვენს მიწას დააფასებთ თქვენ? ღმერთს დააფასებთ თქვენ? თუი თქვენს ქართველობას მართლა ყველას.